კვლავ საქართველოში უნდა გადმოვინაცვლოთ, სადაც პირველად მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა. პროექტის პრეზენტაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კოალიცია განათლება ყველასთვის საქართველოს ორგანიზებით გაიმართა. კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ გამოვლინდა 5 ფინალისტი მასწავლებელი. ფინალისტებს შორის გამარჯვებულის ვინაობა კი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსის მხარდამჭერები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე, პატარკაციშვილი, ტელეკომპანია იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან. კონკურსი ღია არის ყველა პედაგოგისთვის, რომელიც ასწავლის გნებავთ საჯარო სკოლაში თუ კერძო ავტორიზებულ სკოლაში. დაინტერესებულ მასწავლებლებს აქ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჯილდოს ვებგვერდზე გაიარონ რეგისტრაცია და ელექტრონულად ატვირთონ იქ აპლიკაცია. ეს არის პროდუქტი, ეს კონკურსი თანამშრომლობისა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო ფონდების და ჟურნალისტური საზოგადოების და მეორე მხრიდან სახელმწიფო ორგანიზაციების, განათლების სამინისტროს და ამ შემთხვევაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრის.